Shalom, მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, თქვენთან არის სარა ლალი. დღეს გვინდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე, ბესიათა დიშმაია, რასაც ქვია სულთა წრე ბრუნვა. და სანამ დავიწყებდი ამ თემაზე საუბარს, მინდა ვთქვა, რომ მე თვითონ თითქმის არაფერი არ გამეგება ამ თემაში, მაგრამ ის რაც ჩემი პატარა ჭკუით ვისწავლე, შემიძლია სხვებსაც გადავცე. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ადამიანები არაფერს არ წარმოვადგენ საერთოდ. მე პირადად პირველ რიგში ჩემ თავზე მაქვს საუბარი, თუ კი მოშე რაბენო და დავით ამელახი ამბობდნენ, რომ მიწის მტვერია და ჭია მატლია, მაშინ მე ვინა ვარ, ხომ? დიდი ნოლი. საერთოდ ყველა ადამიანები ნოლები ვართ, 0-0-0-0. ჩვენი ღირებულება არაფერია, თუ გამჩენის გზაზე არა ვართ და გეტყვით ამას რატომ ვამბობ. როცა წერს ადამიანი ნოლს, ნოლი ეს არაფერია, ხომ? არაფერი ღირებულება არ აქვს, მაგრამ საკმარისია ნოლს წინ დაუწეროთ ერთიანი, უკვე რაღაც გარკვეულ ციფრს მივიღებთ, რაღაც გარკვეული ღირებულება გაგვაჩნია. დავუშვათ 3-0, 3 ადამიანი წინ, ერთიანი რო დაუწეროთ, ეს უკვე 1000-ია და წარმოიდგინეთ 6-0, 10-0, 100-0 და წინ ერთიანი, ანუ ყველა ადამიანი, ვინც გამჩენის მიმავალ გზაზე დგას, უკვე რაღაც გარკვეულ ღირებულებას ღებულობს. დღეს ცოტა სხვანაირად ჩავატარებთ ჩვენ გაგვეთილს, აი დაფაზე დავწერე N od milvado არ არსებობს არავინ და არაფერი გამჩენის გარდა და დაბლა დავწერე, თუ ხედავთ, ალეფ უდრის ერთს. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ალეფ არის ივრითულში სულიერების მაჩვენებელი ასო, რაც გემატრიაში ერთს აკეთებს, ხომ? ყველაფერი აბსოლუტურად დაკავშირებულია გამჩენთან. მის გარეშე არაფერი არ არსებობს, იყო, არის და იქნება მხოლოდ გამჩენი. ჩვენ ადამიანები არარაობა ვართ. სანამ დავიწყებდი ამ თემაზე საუბარს, პატარა შესავალს გავაკეთებ, გამოვიყენებ რაღაც გარკვეულ ტერმინებს, რაც კაბალასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, იეჰადუთ ეს არის რწმენა, ერთადერთი სწორი მართალი რწმენა, ერთადერთი გამჩენის მიმართ. მინდა ვთქვა, რომ კატეგორიულად უარს ვაცხადებ იმაზე, რომ ეს არ არის არანაირად იუდაიზმი, როგორც დღეს ჩვენი ბევრი თანამედროვე ხმარობს ამ სიტყვას, თარგმნის. იუდაიზმი და იეჰადუთი ეს აბსოლუტურად ორი განსხვავებული რამეა და ალბათ მოკლედ მაინც ვიტყვი, იმედი არავის არ ეწყინება. იეჰადუთ, როგორც ვთქვით, ერთადერთი სწორი რწმენა, ერთადერთი გამჩენის მიმართ. სიტყვა იუდაიზმს რაც შეეხება, იუდაიზმი ეს წარმოიშვა სიტყვა მაშინ, როცა შეიქმნა ეგრეთ წოდებული სექტები და ეგრეთ წოდებული რელიგიები, რომლებიც ზოგიერთი მათგანი დღემდე არსებობს და მოდი იქნებ დავამატოთ ჩვენ დაწერილს რაღაც გარკვეული წარწერები, რომ საუბრობ, მაგალითად, თქვით, რომ გამჩენის გარდა არავინ და არაფერი არ არსებობდა. გარკვეულ ეტაპზე წარმოიშვა იეჰადუთი, რწმენა ერთადერთი გამჩენის მიმართ, ანუ ენოდ მილვადო არსებობს მხოლოდ ერთადერთი გამჩენი. გარკვეულ ეტაპზე შეიქმნა სექტები, რელიგიები, ხომ ჩვენთვის ცნობილია, ყველას მე არ დავასახელებ და არც ვაპირებ დასახელებას, მაგრამ მაგალითად მუსულმანობა, ან დავუშვათ იყვნენ ცადოკები, იყვნენ კარაიმები და ასე შემდეგ, ხო? ყველაფერი წარმოიშვა იეჰადუთიდან.
იჰადუთიდან წარმოიშვა ყველაფერი და გარკვეულ ეტაპზე გადაწყვიტეს, რომ თავიანთი სისწორე წარმოედგინათ და ასე ვთქვათ, დამდგარიყვნენ იგივე სიმაღლეზე, როგორც იდგა იჰადუთი. რა იყო ამისთვის საჭირო, რომ დამდგარიყვნენ ერთი და იგივე სიმაღლეზე, რომ იჰადუთი ამოეყენებინათ გვერდში. მაგრამ ფაქტიურად დაიწყეს ომი და ბრძოლა და დაიწყეს განადგურება იჰადუთისა და ყველაფერი რაც დაკავშირებული იყო ამასთან, ხო? საუბრობთ ახლა ჩვენ თორების განადგურებაზე, წმინდა წიგნების განადგურებაზე, თვითონ ებრაელი ხალხის განადგურებაზე, რაც ისტორიის ბევრ ეტაპზე ხდებოდა, მაგრამ როცა სექტები და რელიგიები ებრძოდნენ იჰადუთს, ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან თითოეული მათგანი საფუძვლად უდევს სწორედ იჰადუთი. ანუ რაც არ უნდა გაანადგუროს, რაღაც პატარა საფუძველი მაინც უნდა დატოვოს, რაზეც აჩვენებს ხალხს, რომ რაღაცას ეყრდნობა სიმართლეს, ხომ? ემეთ, რასაც ქვია. ამიტომ ვანადგურეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში პატარა საფუძველი დავტოვეთ. ეს იგივეა, რაც ადამიანმა ააშენოს სახლი და საფუძველი არ ჩაყაროს, ხომ? რამდენი ხანი გაძლებს ასეთი სახლი, რომ დაუბეროს ერთი ქარი, ეგრევე გაქრება ასეთი სახლი. რატო ვთქვი ეს დღეს, როგორც ვთქვი, ვახსენებ რამდენიმე ტერმინს, გარდა იჰადუთისა, მაგალითად, სიტყვა სული, სულიერება, ქართულში არის მხოლოდ ერთი სიტყვა სული, ივრითულში სული რამდენიმენაირად შეგვიძლია წარმოვთქვათ და ყველას თავისი დონე გააჩნია, მაგალითად, ნეფეშ, რუახ, ნეშამა, ხაია, ვეიეხიდა, 5 დონე არსებობს სულისა, მაგრამ ქართულად ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთნაირად ვთქვათ სული. ამიტომ ცოტა რთულია მისი გადათარგმნა და ეს რატო ვახსენეთ სექტებთან და რელიგიებთან დაკავშირებით მაგას აგიხსნით, ვინაიდან როცა დაიწყო ფაქტიურად ბრძოლა იჰადუთთან, იმდენად იყო დაკავებული რელიგიები და სექტები ებრაელი ხალხის განადგურებით და ყველაფერი სიწმინდის განადგურებით, რომ რა იყო ჩადებული საფუძვლად იჰადუთში, უკვე არავინ არ ხედავდა. მთავარი იყო, რომ თვითონ დარჩენილიყვნენ, მეტი არაფერი. ამიტომ ვერავინ ვერ ხედავდა რა იყო მიზანი იჰადუთის. იჰადუთის მიზანი არის იჰადუთს უდევს საფუძვლად სულთა წრებრუნვა. დღეს საუბარი გვაქვს სულთა წრებრუნვაზე, მინდა ვთქვა, ვახსენო რამდენიმე წიგნი, სადაც ეს ყველაფერი შეიძლება ყოველმა ადამიანმა მოიძიოს და წაიკითხოს. მაგალითად, რაბი იუდა პტაიას წიგნი რუხოთ მესაბროთ, სულები გვიყვებიან. ან მაგალითად რაბი ხაიმ ვიტალის წიგნი ხედეთ ზუსტად სახელწოდებას, შარეი კდუშა, სადაც პირველ კარში, პირველ ნაწილში არის ეს თემა გამახვილებული, რადგან ახლა დღეს ვსაუბრობთ, აგრეთვე არის წიგნი ჰარია კადოშისა ეცხაიმ, შარა კავანოთ და ასე შემდეგ. ფაქტიურად ცოტა რთული თემა არის, ვღელავ და მაპატიეთ. დავიწყოთ. თან დავხაზავ და დაფაზე და გაჩვენებთ ყველაფერი, რასაც ვსაუბრობთ, რომ ჩემთვისაც პირადად უფრო ადვილი გასაგები იყოს.
გვიწერია თორაში, რომ გამჩენმა შექმნა მიწის წესაგან ადამიანი და შთაბერა მას სული. მიწის მტვერს რაც შეეხება, გვიყვება ჩვენი ხაზალი, რომ გამჩენმა აიღო დედამიწის 4 კუთხიდან მიწა და შუიდან, შუა ნაწილი დედამიწისა ცენტრიდან, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ცენტრად ითვლება ჰარა-მორია, მორიას მთა, სადაც ადრე ბეით-ამიგდაში იდგა და გამჩენმა დაგვამატლიანო სახლ მომავალში ბეით-ამიგდაშის და ჩამოგზავნებას ზეციდან. ოკეი. როცა შექმნა გამჩენმა ადამიანი მიწისგან, მას ჩაბერა სული, ამიტომ რა მოხდა? სულიერება და მიწიერება ერთმანეთს, ასე ვთქვათ, შეეჯახა. მიწიერება ყოველთვის ადამიანს წევს დაბლა სულიერად, სულიერებას ადამიანი აყავს მაღლა. და საჭიროა სულიერების და მიწიერების გაწონასწორება. როცა ვამბობთ, რომ როცა ადამიანი შეიქმნა მიწისაგან, გვაქვს საუბარი მიწიერებაზე და როცა ვამბობთ, რომ გამჩენმა შთაბერა ადამიანს სული, ვსაუბრობთ სულიერებაზე. მაგრამ საჭირო იყო სულიერება მიიწევს ზეცისაკენ, მიწიერება მიწისაკენ, მატერიალურობისაკენ. საჭირო იყო მათი წონასწორობაში მოყვანა, ამიტომ საჭირო იყო რაღაც, რაც მათ წონასწორობაში მოიყვანდა. ადამიანის სული შედგება რამდენიმე ნაწილისაგან. როცა ადამიანს ვეკითხებით, ვინ ხარ შენ, ზოგი არც დაფიქრდება, ეგრე იტყვის, როგორ თუ ვინ ვარ მე, აგერ მე ვარ ეს, რასაც მე მხედავა, ეს ვარ მე. მაგრამ ეს არასწორია, ვინაიდან ადამიანის სხეული წარმოადგენს სულის სამოს, ტანის სამოს, როგორც მაგალითად ადამიანსაც ვია ტანსაცმელი, კოსტუმი ან რაიმე ბლუზი. ეს კოსტუმი თვითონ ვერ იმოძრავებს ვერავა და ვერ ჩავა, სანამ ადამიანი თვითონ არ აწევს ხელს, არ ჩაწევს ხელს და ასე შემდეგ. საკმარისია ადამიანის სულმა დატოვოს სხეული და თვითონ სხეული არაფერი არ არჩება მისგან, ის უბრუნდება მიწას. მიიწევს მიწისგან. ახლა ვნახოთ სულის შემადგენელი ნაწილები. ასე ვთქვით, რომ ადამიანის სული შედგება ნეფეშ, რუახ, ნეშამა. ნეფეშ, რუახ, ნეშამა. ხაია ვეიეხიდაზე არ ვისაუბრებთ, ვინაიდან ეს ძალიან მაღალი დარგა არის, ძალიან მაღალი საფეხურია და მას მხოლოდ ერთეულები აღწევენ ცადიკები. ჩვენ ადამიანები ვსაუბრობთ ფაქტიურად ნეფეშზე, გამჩენმა გამოგვასწორებინოს ნეფეში მაინც, იმიტომ რომ რუახ და ნეშამა ეს უკვე ძალიან მაღალი საფეხურია. ნეფეშ, რუახ, ნეშამა არსებობს სული ღვთაებრივი, დავწეროთ.
რასაც ქვია ნეშამა ელოკით და არსებობს რასაც ქვია ცხოველური საწყისი ნეფეშ ბეჰემი. ოკეი. ნეფეშ ელოკი და ნეფეშ ბეჰემი, ანუ ღვთაებრივი სული და ცხოველური სული. და არსებობს ადამიანის სხეული, ხო? სხეული, ასე ვთქვათ, ისე დავხატოთ, ხო, სილამაზისთვის ადამიანის სხეული. ფაქტიურად გამოდის, რომ გვაქვს ღვთაებრივი სული, ცხოველური სული და ადამიანის სხეული. ანუ, როცა გამჩენმა შთაბერა ადამიანს სული, გაჩნდა სხეულთან ერთად, სხეული, რომელიც არის მატერიალური მთლიანად, გაჩნდა ნეფეშ ელოკი. და როცა ვამბობთ იმაზე, რომ საჭირო გახდა მათი შორის გაწონასწორება, ანუ როცა სხეული მიიწევდა მიწისაკენ და სული გამჩენისაკენ, საჭირო გახდა მათი გაწონასწორება და გამჩენმა შექმნა ნეფეშ ბეჰემი, რასაც ქვია ცხოველური საწყისი. ცოტა რთული გადასათარგმნია საწყისი, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს სიტყვა საწყისი, საუბარია სულზე, ანუ ცხოველური სული და არა ცხოველური საწყისი. სწორედ აი ამას ცხოველურ საწყისს უწოდებს მარხუ, ანუ რაბი ხაიმ ვიტალი იეცერ ჰარას. იეცერ ჰარა, რაც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი გამოთქმა არის ბოროტის საწყისი, ხომ ქართულად. მე ბევრ თარგმანებს ქართულად არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც ვამბობ, რომ ცოტა შედარებით გასაგები გახდეს. ეს ნახატები რატომ მოვიყვანეთ? წარმოიდგინეთ ფაიტონი, ხო? ჩვენ ყველამ ვიცით რა არის ფაიტონი, ან ეტლი, ან მეტლე. წარმოიდგინეთ, რომ არის ეტლი, რომელშიც ჩაბმულია ცხენი და რომელზეც ზის მეტლე. მეტლეს შეუძლია წაიყვანოს ეტლი, სადაც საჭიროა, სადაც თვითონ უნდა რომ წაიყვანოს, მაგრამ საკმარისია ჩაეძინოს. რა მოხდება? ცხენი მას წაიყვანს იქით, სადაც უნდა. შეიძლება გადაჩეხოს კიდევაც, ხო? ან სადღაც ჩააგდოს, არ ვიცი, ჭაობში თუ სადღაც. რომ შევადაროთ ჩვენ ეტლი სხეულს, ხოლო მეტლე ჩვენ სულიერ ნეფეშ ელოკის, რასაც ქვია, ხომ, ღვთაებრივ სულს, რა გამოდის, როცა ადამიანს ძინავს, როცა ნეფეშ ელოკი მოდუნებულია ან ჩაძინებულია ადამიანში, რა ხდება? ცხენს, ანუ ნეფეშ ბეჰემის, ცხოველურ საწყის ქართულად რასაც უწოდებენ, მიყავს სხეული იქით, სადაც უნდა და ამ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება გადაიჩეხოს, დაიკარგოს საერთოდ ამ ცხოვრებაში და დაკარგოს ყოველგვარი მიზანი, რისთვისაც ყოველგვარი მიზნის შესრულება, რისთვისაც მოსული ამ ქვეყანაზე. სწორედ ამაზე საუბრობს რაბი ხაიმ ვიტალი და გვეუბნება, რომ ადამიანის ცხოველური სული, ცხოველური საწყისი, ეს არის იეცერ ჰარა. ხო, გამიხილოთ უფრო კონკრეტულად, რაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ცოტა რთულია ამის გაგება.
ცხოველურ საწყისში, ანუ ნეფეშ ბეჰემი, მე ამას უფრო უწოდებ, ნეფეშ ბეჰემი. შედგება ადამიანის აზროვნებისაგან, מחשבות, აზრები, გრძნობებისაგან, רגשות, და ჩი, რასაც ჩინელები უწოდებენ, ჩი, ანუ ხაიოთ ივრითულად, რასაც ქვია სიცოცხლის უნარიანობა, ხაიოთ ივრითულად. ოკეი. ნეფეშ ბეჰემი. ეს არის מחשבות, მგონი ხედავთ, מחשבות, აზროვნება ადამიანისა, רגשות, გრძნობები და ჩი, ხაიუტ, სიცოცხლის უნარიანობა. რატო საუბრობთ ამაზე და რატომ მოვიყვანეთ ახლა ეს მაგალითად გეტყვით. ფაქტიურად დღეს მეცნიერების გარკვეული დარგები ამტკიცებენ, რომ ადამიანი არის ინტელექტუალი, ან ადამიანი არის მისი აზრები, აზროვნება და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა არასწორი გაგებაა. იადუტის მიხედვით, როგორც თქვენ ხედავთ, מחשבות, רגשות וחיות, აზროვნება, გრძნობები და სიცოცხლის უნარიანობა დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ ცხოველურ სულთან, ადამიანის ცხოველურ სულთან. და როცა ადამიანი აწონასწორებს თავის თავში აზროვნებასაც, გრძნობებსაც და სიცოცხლის უნარიანობასაც, იგი ითვლება უკვე გარკვეულ სულიერ დონეზე. რადგან თუ შევხედავთ და გავიხსენებთ, ხომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ადამიანის სხეული შედგება 4 სტიქიისაგან, ქართულად ვამბობთ 4 სტიქია, ეს არის 4 შემადგენელი ნაწილი, ცეცხლი, ქარი, წყალი და მიწა. ოკეი. დავწეროთ. ეშ, ცეცხლი, რუახ, ქარი, მაიმ, წყალი და აფარ, მიწა. შევხედოთ. ეშ, ცეცხლი დაკავშირებულია სიამაყესთან, ანუ ადამიანი, რომელიც ამაყია, მასში ბობოქრობს ცეცხლი და მას გამოსასწორებელი აქვს სწორედ მისი სიამაყე. რაც შეეხება ქარისტიქიას. ქარისტიქია ეს არის რუახ და ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს, ზედმეტად ლაპარაკობს იმას, რაც არ უნდა ილაპარაკოს, მას გამოსასწორებელი აქვს საუბარი, ლაპარაკები, ივრითულად დიბური. ცეცხლი ეშ დაკავშირებულია, როგორც თქვით, სიამაყესთან, რაც გავა, სიამაყე არის გავა აქვს გამოსასწორებელი. რაც შეეხება წყლის სტიქიას, წყლის სტიქია ეს არის მაიმ, ეს არის ვნებები. ადამიანმა თავის თავში უნდა ჩაახშოს ვნებები. ივრითულად ეს არის ტაანუგი.
და ნუგოთ, სლიხა. და მეოთხე აფარ ეს არის მიწა მტვერი და დაკავშირებულია აცლუთ ვეაცლუთ, ეს არის შიში და დარდი. უფრო დარდებთან ადამიანი, რომელიც დარდობს ბევრს, ნიშნავს, რომ ის არ არის სულიერად გაწონასწორებული. ფაქტიურად ჩვენი თაობა 4 რამე უნდა გამოვასწოროთ, ხომ? ჩვენმა თაობამ, როგორც ჩვენი სიამაყე, ისე ჩვენი ლაპარაკი, ისე ჩვენი ვნებები და ასევე შიში, რომელიც გვაქვს განსაკუთრებით ჩვენ ეხლა რაც ხდება მთელს მსოფლიოში ამ ვირუსთან დაკავშირებით, ხალხი ისეთ შიშია, პანიკაშია ჩავარდნილი, რომ ძალიან რთულია ამის გადატანა, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანი არ უნდა ჩავარდეს შიშებში და დარდებში. არის ესეთი მონაყოლი, ერთ-ერთი ცადიკი შეხვდა მალახამავეთს და კითხა მალახამავეთს, ჩემ ქალაქში რატომ მოსულხარო, და მალახამავეთმა ანგელოზმა, სიკვდილის ანგელოზმა უთხრა, რომ ზეცაშიო გადაწყდაო, რომ 5000 კაცი უნდა წაიყვანოსო მაგეფამო. მაგეფა ეს არის ის, რაც დღეს ხდება ფაქტიურად, ეს ეპიდემია. და 5000 კაცი უნდა წავიყვანო და გაიქცა ანგელოზი თავისი საქმის შესასრულებლად. და როცა ეპიდემია დამთავრდა, ისევ ჩაურბინა ამ ცადიკს გვერდზე და ცადიკმა დაუძახა და უთხრა ანგელოზს, რომ ეს არასწორია, რაც შენ გააკეთეო, თქვი, რომ 5000 კაცი უნდა წაიყვანო და ჩემს ქალაქში 15000 კაცი გარდაიცვალაო. და უთხრა ანგელოზმა, 5000-ო მე წავიყვანეო და დანარჩენი 10000-ო შიშისგან და დარდისგან მოკვდაო. ხალხო, ძალიან საჭიროა, რომ ჩვენ ავიყვანოთ საკუთარი თავი ხელში და შიშს და დარდს არ მივეცეთ, იმიტომ რომ ყველაფერი გადაწყვეტილია ზევიდან და ჩვენ თორით აგვაქვს დავალებული სულიერი სიმხიარულე. სიმხიარულე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ჩართოს მუსიკა ხმამაღლა და იცეკვოს და იცინოს და იხარხაროს. საუბარია სულიერ სიმხიარულეზე, როცა ადამიანი გაწონასწორებულია სულიერად, ის გრძნობს სულიერ სიმხიარულეს. თუკი ჩვენ დავინახავთ მარტო ცუდს, აი ეს ხდება, აი მას ეს მოუვიდა, იმას ეს მოუვიდა და ასე შემდეგ, ადამიანი ნამდვილად დეპრესიაში ჩავარდება. და იეცერარას სწორედ ეს ჭირდება, რომ ადამიანი დაყუპოს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აი მოდით ამასაც დავწერთ ჩვენ ახლა დაფაზე და ვნახავთ დეაგა, ხომ ივრითულად დეაგა არის დარდი. ნახოთ როგორ იწერება დეაგა. დეაგა სიტყვა, ამ თემაზე ჩვენ გვაქვს პოსტი ჩვენს Facebook გვერდზე, მაგრამ მაინც ერთი რამდენიმე სიტყვით გავიმეორებთ. დეაგა იწერება ასე: დალედ, ალეფ, გიმელ, ჰეი. ანუ არის აქ ივრითული ალფავიტის პირველი 4 ასო და ბეთი აკლია. ანუ არის ალეფ, ბეთი აკლია, გიმელ, დალედ, ჰეი. გარკვეული წყობით არის დალაგებული. დააკვირდით. და რა გამოდის? დააგა ეს არის ქართულად დარდი. ის, ვინც დარდობს, ნიშნავს, რომ ბიტახონი დაკარგული აქვს, ბიტახონი გამჩენის მიმართ. რწმენა გამჩენისა დაკარგული აქვს და ის ვისაც გამჩენის რწმენა დაკარგული აქვს, დამოკლებული აქვს, სწორედ ის დარდობს. ჩვენ თორით დაგვევალა სიმხიარულე. ამიტომ ჩვენ უნდა გავაწონასწოროთ საკუთარი თავი და სულიერად მხიარულები უნდა ვიყოთ. როგორ უნდა ვიყოთ სულიერად მხიარულები? ხომ ესეთი დაძაბული სიტუაცია. ადამიანმა უნდა დაინახოს ყველაფერში სიკეთე.
პირველ რიგში, ვისაც სახლი აქვს, მისცა გამჩენმა სახლი აღირსა. მადლობა გამჩენს, რომ სახლი აქვს. რამდენი ხალხი არსებობს, ვისაც საკუთარი სახლი არა აქვს. ვისაც მანქანა აქვს, უხაროდეს რომ მანქანა აქვს. მადლობა გამჩენს, რომ მანქანა აქვს. რამდენი ადამიანია, ვინც ავტობუსებით და ტრანსპორტით დადის და ველოსიპედებით. ვისაც შვილები ყავს, მადლობა გამჩენს, რომ შვილები ყავს, მადლობა გადაუხადოს გამჩენს და იმხიარულოს თავისი შვილებით, რატომ? იმიტომ, რომ ბევრი არის ისეთი, ვინც დღე და ღამე ლოცულობს და შვილს ელოდება, მაგრამ არ ეძლევა ზეციდან. თუ მოვინდომებთ და ვინახავთ სიკეთეს. ეს ჩვენზეა დამოკიდებული და მეტი არავიზე. ამიტომ არ უნდა მივცეთ ჩვენ საშუალება იეცერა რას, ცუდ ანგელოზებს, სიკვდილის ანგელოზს, რომ ჩვენზე რაღაც ზეგავლენა მოახდინოს. გავძლებთ თუ არა ჩვენ, ჩვენზეა დამოკიდებული. ოკეი. ჰარი აკადოში წერს თავის წიგნში ეცა დათ შარაკავანოთში, რომ პირველი ადამიანის ცოდვის შემდეგ ადამიანის სხეული მატერიალური და მისი ცხოველური ნეშამა ჩამოიმტვრა, ასე ვთქვათ, სულიერად ჩამოიმტვრა და ჩავარდა კლიპოთებში. ხოლო მასში ადამიანში არსებული სულიერი ღვთაებრივი სული ის დაუბრუნდა გამჩენს. ფაქტიურად რო დავაკვირდეთ, მე მგონი უკვე ვთქვი, მაგრამ მაინც კიდე გავიმეორებ, საკმარისია ადამიანის სხეული დატოვოს ღვთაებრივმა სულმა, მისგან არაფერი არ რჩება, ხომ? ის რჩება უსულო საგანი, ხომ? ქართულში არის ესეთი გამოთქმა, ან შეიძლება იყოს როგორც მცენარე, ქართულად არ ვიცი, სამედიცინო ტერმინოლოგია ამდენი, ხომ? არის ადამიანი დავუშვათ, რომელიც წევს დიდი ხანი და არ მოძრაობს, ხომ? თუ არ ვცდები, ესე მცენარე ეწოდება ამას, ანუ ცემახ ივრითულად. და ვიტყვი ეს რატომ ვახსენე ახლა. არსებობს 4 საფეხური, დავწეროთ მოდი ესეც 4 საფეხური. ეს არის მოლაპარაკე,